გამარჯობათ მეგობრებო. მოკლედ გავაგრძელოთ BGP კონფიგურაცია და დღეს გავაკეთოთ ეგრეთ წოდებული ტრანზიტ რაუთინგის პრევენცია. ეს რას ნიშნავს ახლა, რომ გავიმიხილოთ? მოკლედ აი ამ იმაზე ამ ტოპოლოგიაზე დაყრდნობით, რომ გავიმიხილოთ რას ნიშნავს ეს? ტრანზიტ რაუთინგი არის მეგობრებო, როდესაც აი ჩვენი როუტერი უნებლიეთ ხდება ინტერნეტის სხვა ტრაფიკის ამ შემთხვევაში, რომელიც ჩვენს ქსელისკენ არ არის მომართული, აი მაგ ტრაფიკის შუამავალი. ანუ მაგალითად აქ რო რაღაც როუტერი იყოს მიბმული ამ შემთხვევაში რა. აი სიტყვაზე რა ვიცი აქ როგორ არის ნახოთ აბა 1 2 ბატონო 1 2 აქ როგორ იქნება 1 2 აქედან რო აგზავნიდეს ხო სიტყვაზე აი მოდი მაგალითისთვის გამიხილოთ აი აქ ამ ავტონომიურ სისტემასთან არის რაღაცა ქსელი მიერთებული პირობითად აი ამ სერვის პროვაიდერთან ხო და ჩვენ აი მაგალითად გვაქვს აი როგორ აი კარგად რო გამოვიდეს ისე მინდა გავაკეთო რა ხო მოკლედ აი აქ არის რაღაცა ქსელი რაღაც არის რა ვიცი მაგალითად არის რაღაცის მონაცემთა ბაზა ან ხო სერვერი არის, სადაც რაღაცა ვებსაიტი არის სიტყვაზე ან რაღაცა და აი აქედან აი ამ სერვის პროვაიდერიდან ამასთანაც ვიღაც არის მიერთებული თავისთავად ცდილობს რომ კავშირი დაამყაროს აი ამ სერვერთან, ხო? აი მაგალითად რა ის გავაკეთოთ ესე. კარგი გასაგები რო იყოს, არ მინდა რაღაც შეიქმნას რა. აი სიტყვას, აი ეს არის რაღაცა სერვერი, რომელიც მიერთებული არის ამ ავტონომიურ სისტემასთან. ამ სერვერთან ვიღაცა ცდილობს კავშირის დამყარებას, აი ამ სერვის პროვაიდერის მომხმარებელი არის ეს და წავიდე ხა ეს რა ალტერნატივები აქვს ამას. საიდან შეუძლია რომ მივიდეს. პირველი არის რომ გაიაროს აი ეს გზა, აი ამ სერვის პროვაიდერთან მოვიდეს, მერე ამ სერვის პროვაიდერის გავლით ამ სერვის პროვაიდერთან მოვიდეს და დაუკავშირდეს. ეხლა ეს მონაცემები უკან რო წავიდეს, ამისთვისაც არის ორი გზა, ხო? პროსტოდ მეორე გზა არის აქ, ჯერ მოვიდეს ჩვენს ავტონომიურ სისტემასთან, ჩვენი ავტონომიური სისტემის გავლით მოხდეს აი ამ სერვის პროვაიდერთან, ჩვენი როუტერის გავლით, მოდი ასე ვთქვათ, მოხდეს აქ, ამ როუტერთან, ამ სერვის პროვაიდერიდან მე ამ მონაცემთა ბაზიდან ამოიღოს რაღაც მონაცემი და უკანაც ზუსტად ორი ალტერნატიული გზა გააჩნია. პირველი ჩვენი გავლით, მეორე აი ამ სერვის პროვაიდერის გავლით, ხო? ეხლა ამ შემთხვევაში ჩვენ გამოდივართ ტრანზიტ რაუტერი რა. ეს სერვის პროვაიდერის არის ტრანზიტ რაუტერი და თავაზობს ტრანზიტულ ფუნქციას, ანუ მარშრუტიზაციას აი ამ რაღაც მონაცემამდე. რეალურად სერვის პროვაიდერი მეტი არაფერს არ აკეთებს სინამდვილეში. სერვის პროვაიდერი ახორციელებს ტრანზიტულ ფუნქციას. ის არის მარშრუტიზატორი, რაღაცა მონაცემი მიაქ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე და ის არის ესე ვთქვათ გზა. აი ავტობანია რა. როგორც რაღაცა გზით შენ შეგიძლია სიტყვაზე თბილისიდან დასავლეთში წახვიდე. ვიღაცის სახლს ხო ვერ გაივლია რა. ხო შეიძლება რომ ვიღაცის აი ესე ადგე და აქ მოკლე არის თქვა და გააჭრა და რავი მეზობლის სახლიდან გადახვიდე პირდაპირ ვიღაცა მეზობელთან. თავისი გზა წესები არის ხო იქ რომ რაღაცა გზა უნდა გაიარო, რომელიც თუ არ გაიარე
ნუ შეიძლება პრობლემები შეგექმნას რა. ან რა ვიცი, შეიძლება ვიღაცას გურდი ეგონო, ვიღაცამ შეიძლება თავპირი დაგამტვიროს და ასე. მოკლედ ხო. ამიტომ დეფოლტად, როდესაც ჩვენ BGP კონფიგურაციას ვაკეთებთ, ჩვენ ავტომატურად გამოდივართ ტრანზიტ რაუტერი რა. იმიტომ რომ ეს BGP-ს თავისთავად ჩაშენებული არ აქვს, რომ მხოლოდ იმ ქსელის წარდგენა გააკეთოს გარე ავტონომიური სისტემებთან, რომელიც არის თავის შიდა ქსელში გენერირებული, ანუ თავისი შექმნილი, რომელიც არის მარტივად რო ვთქვათ. მოდი ახლა რომ ჩავიხედოთ სიტყვაზე, ჩავიხედოთ რაუტერ 4 რა ქსელის წარდგენას ანხორციელებს, აი მაგალითად აი ამასთან 7. აბა რას წარუდგენს? show IP BGP neighbors 198.48.51.101 advertised routes. აი მეგობრებო, როგორც ხედავთ, ეს წარდგენას გააკეთებს 10.10.10.32. აი ამ პრეფიქსის წარდგენასაც აკეთებს. რაც ჩვენ არაფერში არ გვჭირდება, რა ეს არ არის კარგი. იმიტომ რომ მოდი ახლა ვნახოთ ეს რაუტერი აი ამ ქსელთან რომ მოხდეს, საიდან სწავლობს გზას. show IP BGP table რომ ვნახოთ, მოდი ვნახოთ აბა საიდან სწავლობს, ხო? აი ზუსტად ის პრობლემა არის, რა პრობლემაც ჩვენ არ გვინდა რომ არსებობდეს. და რა არის ეს პრობლემა? ეს ამ ქსელს სწავლობს მეგობრებო, აი ზუსტად ტრანზიტ რაუტინგ, აი ჩვენ შემთხვევაში იმ პრობლემის სურათი აი ზუსტად არის, უყურეთ, არის სულ 3 გზა. აი აქამდე რომ მივიდეს. პროსტორედ 2 გზა ბოდიში. 1 გზა, უბრალოდ 3 გზა არის, დიახ. 1 არის 198.51.102, აი ეს გზა, ან ამ ავტონომიურ სისტემათან და ხედავთ რომ აქ ჰოპი არის 2 ჰოპი არის. მეორე არის 198.55.61.1, ანუ ეს ავტონომიური სისტემა არის, ამისგანაც კი სწავლობს დაჟე. აქ არის უბრალოდ 3 ჰოპი, ანუ 1, 2 და 3. ამ შემთხვევაში არის 1 და 2. ამ შემთხვევაშიც აი ეს ავტონომიური სისტემა რო გაიაროს ქვედა, ამ შემთხვევაშიც 2 ჰოპია, 1 და 2. ხო, აი 2 ჰოპი არის აქაც, 2 ჰოპი არის აქაც. მაგრამ რამ განაპირობა რომ სწავლობს ბოდიჩევით უნდა ვიდე აი აქ ის ხო. რამ განაპირობა რომ სწავლობს ზედადან ერთი წამით 51. არა ამ შემთხვევაში ეს ყოფილა, ქვედა ყოფილა. ხო, მე მეგონა ზედა იყო, მაგრამ რატომღაც ქვედა იყო. მოდი ვნახოთ რამ განაპირობა რომ აირჩია აი ეს ქვედა. და ვნახოთ, აბა როგორ არის. show IP BGP 10 busted neighbors. show our neighbor are show IP BGP 10/22 საიდან იცის და რატომ იცის იქიდან საიდანაც იცის. 3 გზა არისო, მესამე არისო საუკეთესო. ნუ მესამე არის საუკეთესო და მოდი აი ეს არის საუკეთესო. best, ხო? აქ 2 ავტონომიური სისტემა უნდა გაიაროს, აქაც 2 უნდა გაიაროს, აქ 3 უნდა გაიაროს. ეს თანაბარია. weight-იც ამათ შორის თანაბარი არის, ხო? origin აქ არის IGP. ეს გადაკვეთა არის
local preference აქ არის 100, აქაც არის 100, აქაც არის 100. ყველა გზა არის valid. მოდი ახლა ნახოთ ესეთი რაღაცა. Show IP BGP summary. აი ჩემი აზრით აქ იქნება ის მიზეზი რატომაც არის. სავარაუდოდ, ხო? წესით ეს არის ყველაზე ძველი და აქედან უნდა ესწავლა, მაგრამ რადგან აქედან არ სწავლობს, რაღაც სხვა მიზეზი უნდა იყოს, იმიტომ რომ აქ 11 წუთი არის, ეს ანუ უფრო ძველი გზა არის, მაგრამ ჩემი აზრით ეს უფრო ძველი გზა არ არის, რადგან მე ეს როუტერი უფრო გვიან ჩავხდი. ესეთ რაღაცას გავაკეთებ. To clear BGP IP version 4 unicast soft reconfiguration გავაკეთებ. To show BGP IP version 4 unicast. ნახოთ რომელი არის უკეთესი მაინტერესებს. Router 7-ზე ვიმყოფები, კი ბატონო, 10-დან საუკეთესო გზა არის, კი ბატონო, ქვედა, აი ეს არის. და ეგეც უნდა იყოს, იმიტომ რომ მე ეს ლინკი და მოდი ახლა ნახოთ რას ვამბობ. To show BGP IP version 4 unicast. Bodiში unicast summary. ხო, აი ნახეთ მეგობრებო. კი ბატონო, აი ზუსტად ის მიზეზი, რასაც ვიძახდი. აბა 51 100-ის 213. არა, აქ მოდი მანამდე მაშინ სხვა რაღაცა უნდა იყოს. To show BGP IP version 4 unicast 10.10.10/32. To show BGP. To show IP BGP 10 best pass. ნახოთ რა არის best pass. Local preference ერთი და იგივეა. To show BGP IP version 4 unicast. ათიანების მიმართ. ხო. წამით მოგუბრებო. ეს ბოლომდე არ მახსნია. აი ეს არის ხო მოკლედ ეს არის საუკეთესო გზა. აქ არის 3 ავტონომიური სისტემა, 3 ჰოპი, ქვემოთ არის 2 ჰოპი, აქედაც არის 2 ჰოპი. და ხო, მოკლედ მიზეზი ამ შემთხვევაში გადამკვეთი იქნება მეზობლის IP ადრესი. უფრო მაღალი IP ადრესი, წამი. ხო, სავარაუდოდ ეგ იქნება higher IP address. აი რო ნახოთ აგერ BGP pass selection. აი ნახოთ. ხო, აი ეს იქნება lowest router ID source. and oldest ხო, პირველი არის. ურეთ, highest weight თანაბარია, high local preference ეს ის თანაბარია, prefer locally originated ეს ის თანაბარია, shortest ASPS
ეს თანაბარია lowest origin type origin type ეს თანაბარია მედის თანაბარია prefer EBGP ეს თანაბარია lowest IGP metric to the BGP next hop მეტრიკი ვნახოთ მოდი მეტრიკიც თანაბარია ამ შემთხვევაში არანაირი მეტრიკი არ აქვს არც ერთს ნულია და oldest path აი ეს არის oldest path არის ყველაზე ეს მიზეზი რა არის გამოც მოხდა ეს do show BGP IP version 4 Unicast summary summary ვნახოთ აი ვნახოთ ახლა აი ორეთ ეს გზა ქვედა არის 19 წუთი და 51 აი ნახეთ კი ეს უფრო მეტია ერთი წამით მაგრამ აქ მეტი ავტონომიური სისტემა არის და მანამდე გარდაწყდა უკვე გადაწყდა რომ ამ სამ გზას შორის ეს და ეს არის მთავარი გზები ხოლო შემდეგ ამ ორს შორის გადაწყდა რომ ეს გზა უფრო ძველია ანუ უფრო ადრე მოხდა ამ გზის შედგენა და მიღება ქსელში ვიდრე ამ გზის ამიტომ ეს გზა ერჩია ქსელმა ხო მოკლედ გავიგეთ ახლა ეს მიზეზი ეხლა რა ხდება ჩვენ უნდა აღმოფხრათ ეს პრობლემა რომ ამ ავტონომიური სისტემიდან ამ ქსელის ან ნებისმიერი გარექსელის აი მნიშვნელობა რა ნებისმიერი სხვა ქსელის პრეფიქსის advertisement-ი გაქრეს მხოლოდ იმის advertisement-ი გავაკეთოთ რაც გვაქვს ჩვენ შიგნით ანუ რა გვაქვს შიგნით გვაქვს 4-იანები აი მაგალითად 4-იანი ქსელის 5-იანი ქსელის 6-იანი 10 15 55 0 აი ამ ქსელის 10 4 5 0 აი ამ ქსელის advertisement-ი რა მეთოდებით შეიძლება ამის გაკეთება იგივე ამ აქაც შეგვიძლია ამის გაკეთება ეს კლიენტების მომხმარებლების ავტონომიურ სისტემაში ან ჩვენს პირად enterprise-ის ავტონომიურ სისტემებში რომელსაც ჩვენ მართავთ აქ უნდა გავაკეთოთ ეს service providers ეს არ ეხება service provider-ი არის ტრანზიტული ქსელი ასე ვთქვათ ის სწორედ ამას აკეთებს რომ აი ამ პრეფიქსების წარდგენას იქით აქეთ ყველა მიმართულებით აკეთებს და მას ჩვენ არ ვეხებით ამიტომ ეხლა 4-ზე გავაკეთოთ ესეთი რაღაცა რა მეთოდები გვაქვს ამისთვის აქ შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც prefix list-ი ისევე access list-ი და route map-ი პირველი მოდი მაგალითისთვის გავაკეთოთ prefix list-ი მაგრამ სანამ prefix list-ს გავაკეთებდეთ მანამდე ესეთი რაღაც უნდა გავაკეთოთ პატარა კონფიგურაცია აი ამ service provider-ებთან service provider-ების route-ებზე გადავიდეთ router BGP router BGP 34600 მოდი ჯერ ნახოთ საერთოდ რა გვაქვს აქ do show run section router BGP ხო ერთი მეზობელი ორი მეზობელი სამი ისინი არ გვინდა კი ბატონო neighbor 198 51 102 გვინდა ესეთი რაღაცა default originate მაგრამ მოდი ჯერ ეს არ გავაკეთოთ ნახოთ ამის გარეშე შედეგი და მე განვახორციელოთ ეს ხო
ჩვენ შეგვიძლია სიტყვაზე ვცადოთ მაგალითად OSP access list-ის გაკეთება ჯერ, მაგრამ მოდი პირდაპირ გავაკეთოთ prefix list-ის კონფიგურაცია როგორ გამოიყურება. ჯერ ნახოთ რამე prefix list-ი გვაქვს თუ არა. To show IP prefix list. კი ბატონო, prefix list-ები გვაქვს, მაგრამ ჩვენ ეს კონკრეტული prefix list-ები ამ შემთხვევაში არაფერში არ გვჭირდება, ამიტომ ახალი prefix list უნდა შევქმნათ. IP prefix list სახელი იქნება ამ prefix list no permit no transit προσωρეთ no transit sequence 10 equals sequence 10 permit და ის ქსელი რომლის წარდგენაც გვინდა გავაკეთოთ. მაგალითად აქედან გვინდა წარვადგინოთ აი თავისი ქსელის თვალს 4-4-4/32 სიტყვას. კი ბატონო, prefix list-ი შევქმნით, ნახოთ ახლა. Do show IP prefix list. კი ბატონო, prefix list-ი no transit გვაქვს. ეხლა წარვადგინოთ ეს ჩვენს მეზობლებთან. router BGP 64500 არის ეს როსტები. კი ბატონო და neighbor მეზობლებთან უნდა წარვადგინოთ ეს 198 51 100 1 prefix list-ი სახელწოდებით no transit. No transit. ბატონო და outbound-ში უნდა გავუშვათ ეს. მეორე მეზობელთანაც აი ქვედა ავტონომურ სისტემასთანაც იგივე უნდა გავაკეთოთ 172.30.2.1 prefix list-ი no transit outbound. ეხლა ამის refresh უნდა გავაკეთოთ, ანუ გაგზავნილი BGP ინფორმაციის refresh გავაკეთოთ. Do clear BGP IP version 4 unicast softy როგორც ინისი აუთი. აი ხომ ნახოთ რის advertisements, რის წარდგენას ვაკეთებთ მეზობლებთან. Do show IP BGP neighbors 198 51 101 advertise routes. აი მხოლოდ ამ ქსელის წარდგენას ვაკეთებთ. ეხლა რას დავინახავთ აი ამ მეზობელთან ჩვენ. აქ უცებ ერთი refresh გავაკეთოთ, რომ განვაახლოთ BGP table, ეგრეთ წოდებული do clear BGP IP version 4 unicast softy გავაკეთოთ და ვნახოთ BGP table. Do show IP BGP და ვნახავთ რომ 10 ქსელთან ჩვენ მხოლოდ გვექნება ორი გზა დარჩენილი. პირველი გზა არის ეს გზა, რომელიც არის მარჯვენა მეზობლიდან, ხოლო მეორე გზა არის ეს გზა, რომელიც არის მარცხენა მეზობლიდან. ეხლა ჩვენ გავპინგოთ ჩვენი მეზობელი აქეთ თუ მუშაობს პინგი. თუ იცის მან როგორ უნდა მივიდეს იქ. Do ping 333 source იყოს loopback 0. რა თქმა უნდა მუშაობს, რა თქმა უნდა მან იცის ჩვენთან მოსასვლელი გზა. ეხლა ჩვენ რა ხდება მეგობრებო აქ? ნახეთ? მოკლედ ჩვენ აქეთ do show IP BGP აქეთ ვიცით ყველაფერი ფაქტიურად გარედან advertise მოწოდებას ჩვენ აი ამ კარექსელების ჩვეულებრივად ახორციელებს ზუსტად ისე როგორც აქამდე აკეთებდა ამას ეს მეზობლები, მაგრამ ჩვენ არ ვაკეთებთ. მიხვდით?
გარდა აი ამ ქსელებისა ჩვენ არ ვაკეთებთ იქით advertisement-ს წარდგენას ეგ და ანუ ეხლა რა ხდება მეგობრებო ჩვენ ეხლა შეგვიძლია ასე ვშეკნათ route map-ი უბრალოდ ჯერ აი prefix-ლიზე რო ვისაუბროთ რა არის ამის მინუსი პირველი ალბათ მიხვდებოდით რომ თითოეულ prefix-ზე აყურეთ თითოეულ prefix-ზე რაც ჩვენ ავტონომურ სისტემაში არის ცალკე prefix list-ი უნდა შევქმნათ ან თუ ესენი სიტყვაზე ემთხვევიან რაღაც საბნეტში და ამ საბნეტების რაღაც აგრეგაციას გავაკეთებთ აი მაგალითად 10.0.0/8 მეტია რაღაცა ნუ მოკლედ არც გავაკეთეთ მაგრამ ეს შეიძლება დაემთხვეს მე ამასაც და ამის advertisement-იც გავაკეთოთ ან შეიძლება კიდე რავი სხვასაც ხონდეს გარეთ ეგეთი რა დაემთხვეს და ამიტომ ჩვენ სპეციფიკურები უნდა ვიყოთ აი ზუსტად უნდა გავთვალოთ რას ვაკეთებთ როგორ ვაკეთებთ ამიტომ შეიძლება ბევრი prefix list-ი დაწერა მოგვიწიოს თუ ძალიან ბევრი სხვადასხვა საბნეტი გვაქვს და ასე შემდეგ ხო ამიტომ ეხა ეს ცოტა შრომატევადი და თან მე რაღაც პრობლემა რო იყოს სიტყვაზე troubleshooting-იც რთულია რაუტერიც იტვირთება და მოკლედ ბევრი მინუსია ესე თითო რომ მიყვე და აკეთო ეგ ერთი ამით მაგისთვის არსებობს გამოსავალი მაგრამ სანამ მაგ გამოსავალს გადავალთ მე მინდა ერთი გავაკეთოთ კიდე რა შეგვიძლია route map-ი შეგვიძლია გავაკეთოთ მაგრამ იგივე არის პრინციპში ჩვეულებრივად prefix list-ს წერთ მე prefix list-ზე ეს route maps ვქნით ვარქმევთ სახელს რაღაც სიტყვაზე და მე მოკლედ რასაც ვაკეთებდით route map-ებს prefix list-ებზე წინა გაკვეთილებში ზუსტად იგივე არის რაღაც დანარჩენი რაღაცა კიდე თუ გვინდა რომ ატრიბუტი გაუწეროთ კონკრეტულ მიმართულებას შეგვიძლია გავაკეთოთ ეგ დავამატოთ route map-ში აი მაგალითად ამ იმას კონდეს მეტი უფრო მაღალი local preference ვიდრე ქვედას ან რა ვიცი ამ აქ რო ვაკეთებდეთ სიტყვაზე მეტი გავუწეროთ მეტრიკი გავუწეროთ აქ უფრო ნაკლები არ ვიდრე აქ და ასე შემდეგ ხო ეხლა ხო გავაგზავნოთ ეხლა შემდეგზე გადავიდეთ შემდეგი რა გავაკეთოთ და ხო შეიძლება რომ გაკეთდეს შემდეგი ხო შეგვიძლია ჩვენ ესეთი რაღაცას გავაკეთოთ არის მოდი გავაკეთოთ შემდეგზე